მოწევა ასწორებს. ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ეს ასეა. ერთი ნაპასი და შენი ორგანიზმი 7000 ქიმიური ნივთიერებით ივსება, მათ შორის ნიკოტინით. სიგარეტი გვთავაზობს მყისიერ გამოსავალს, მაგრამ ჩვენს ორგანიზმს სამუდამო ზიანს აყენებს. და მაინც, რატომ არის ასეთი კარგი მოწევა? თუ ამაზე ვსაუბრობთ, გულწრფელად უნდა ვისაუბროთ. პირველ რიგში სიგარეტი გვიზრდის კონცენტრაციის უნარს. ის საშუალებას გვაძლევს ავიღოთ მცირე შესვენებები მუშაობისას და დავაჯილდოვოთ საკუთარი თავი. ასევე ამცირებს მადას, სტრესს, ცხოვრების კარგ მომენტებს უფრო კარგს ხდის, ცუდ მომენტებს კი ნაკლებად ცუდს. სიგარეტი ასევე სოციალურ კავშირებსაც უფრო აადვილებს, თუმცა ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. და ეს თვითონ სიგარეტის კოლოფზეც კი გარკვევით წერია. სწორედ ამიტომ მოდით ერთად გავიგოთ თუ რატომ აქვს ამ პატარა ღერს ჩვენზე ამხელა გავლენა. რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როდესაც მას მოვიხმართ და მართალია თუ არა ის ყველაფერი, რაც ამ კოლოფზე წერია. სიგარეტი არის სპეციალურ ქაღალდში შეხვეული გამხმარი თამბაქოს ფოთლები, რომელსაც ამატებენ სხვადასხვა ქიმიკატს, რაც აუმჯობესებს მის გემოს, არომატს, არეგულირებს წვას და ზრდის ნიკოტინის ეფექტურობას. მოწევის ეფექტი მყისიერი იმიტომ არის, რომ ნიკოტინს ტვინამდე მისაღწევად სადღაც 10 წამი სჭირდება. მე კი ვეცდები აგეხსნათ ის, თუ რა ხდება ამ 10 წამში ჩვენს ორგანიზმში. მოდით დავიწყოთ. სიგარეტის კვამლის 95% აირად ნივთიერებებს შეიცავს, როგორიც კარბონ მონოქსიდი, აზოტის ოქსიდები, ამიაკი, ციანიდი და მრავალი სხვა. დარჩენილი 5% კი მყარი და თხევადი ნაწილაკების ერთობლიობაა, რომელსაც თარი ეწოდება. სწორედ თარი შეიცავს ამ გასაოცარ ნივთიერებას სახელად ნიკოტინს. სიგარეტის კვამლის შესუნთქვისას მილიონობით ნაწილაკები მოდიან რეაქციაში ყველაფერთან, რასაც კი ისინი ეხებიან. ალბათ გეცოდინებათ, რომ ფილტვებში ჰაერი ტრაქეასა და ბრონქების გავლით ჩადის. ტრაქეას შიდა ზედაპირი მოძრავი წამწამებით, ანუ ცილიებით და ლორწოვანი გარსით არის დაფარული. ცილიებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აბარიათ. ისინი ლორწოვან გარსთან ერთად ჰაერს მტვრის და მიკროორგანიზმებისგან ფილტრავენ, რის შემდეგაც მათ უკანდევნიან. მოწევისას კი თარის ნაწილაკები ამ ლორწოვან გარს ეწებებიან და ცილიებს პარალიზებულს ხდიან, რაც ნიკოტინს უადვილებს ალვეოლებამდე ჩაღწევას. სწორედ ალვეოლებია ის პატარა ჰაერის ბუშტუკები, რომლებითაც სუნთქვა შეგვიძლია. ისინი მთლიანად კაპილარებით არიან დაფარულნი, რომ შეძლონ ჟანგბადის სისხლში გადატანა და ნახშირორჟანგის უკან გამოდევნა. ნიკოტინი ალვეოლების საშუალებით მყისიერად გადადის სისხლში და მალევე ტვინამდე აღწევს. აქ კი იწყება მთავარი. ტვინში მაშინვე გამოიყოფა დოფამინი, რომელიც ჩვენში სიამოვნების განცდას იწვევს. ასევე ნორადრენალინი, რაც გვაფხიზლებს, ენერგიას გვმატებს და დროებით გვინვითარებს კონცენტრაციის უნარს. სეროტონინი, რომელიც ასევე დროებით აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს შფოთვას. ეპინეფრინი და კორტიზოლი გულისცემას გიჩქარებს. შენი ნერვული დაბოლოებები უფრო სენსიტიურები ხდებიან, საბოლოო ჯამში კი ნიკოტინი ერთდროულად გვაფხიზლებს და გვამშვიდებს კიდეც. ყველა ამ ეფექტის შეგრძნება ადამიანისთვის ძალიან სასიამოვნოა. თუმცა ტვინი მაშინვე ცდილობს დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას და როდესაც სისხლი ნიკოტინისგან იწმინდება, ეს ორგანიზმში ძალიან დიდ დისბალანსს იწვევს. დოფამინის გამოყოფა მცირდება, რაც მოთენთილობას და გაღიზიანებას იწვევს. ნორადრენალინის ცვლილება კონცენტრაციას გვიკარგავს. პულსის და წნევის დაქვეითებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სიზარმაცე და სიმძიმის შეგრძნება. რაც უფრო მეტად აწვდის შენს ორგანიზმს ნიკოტინს, მით უფრო მეტად ცდილობს ტვინი წინააღმდეგობის გაწევას, რაც ისევ და ისევ უფრო მეტად განდომებს მოწევას. ეს კი ხსნის იმას, თუ რატომ იწვევს ნიკოტინი ასეთ დამოკიდებულებას. ახლა კი სანამ იმას გავიგებთ, მართლა ასეთი საზიანოა მოწევა თუ ეს ყველაფერიც უბრალოდ მარკეტინგის ნაწილია, მანამდე მინდა პატარა ისტორია მოგითხროთ სიგარეტის შესახებ. სიგარეტის ისტორია საუკუნეებს ითვლის და მისი წარმოშობა ამერიკის კონტინენტზე იწყება. ადგილობრივი ტომები ამ მაგიურ მცენარეს რიტუალებისთვის, სამკურნალოდ და რელიგიური მიზნებისთვის იყენებდნენ. თამბაქოს გლობალური მოგზაურობა კი მე-16 საუკუნეში დაიწყო. მალევე თამბაქო ევროპაშიც გახდა პოპულარული და იქცა არისტოკრატიული ცხოვრების ახალ ელემენტად. სიგარეტის დამზადება ძალიან შრომატევადი იყო, ამიტომ ის მხოლოდ მდიდარი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომ პროდუქტს წარმოადგენდა. მე-19 საუკუნეში კი ინდუსტრიულმა რევოლუციამ მისი წარმოება მკვეთრად გაზარდა. 1880-იან წლებში ჯეიმს ბონზაკმა შეიმუშავა სიგარეტის დასამზადებელი მანქანა, რამაც ხელი შეუწყო სიგარეტის მასობრივ წარმოებას. ამავე პერიოდში გაჩნდა სიგარეტის პირველი ბრენდები. თამბაქოს კომპანიებმა მარკეტინგის ძალა აღმოაჩინეს. მე-20 საუკუნის დასაწყისში სიგარეტი უბრალოდ პროდუქტი აღარ იყო. ის ცხოვრების სტილის ნაწილად იქცა. სიგარეტი ასოცირდებოდა ელეგანტურობასთან, წარმატებასთან და თანამედროვე ადამიანის იმიჯთან. კინოინდუსტრია
კინოინდუსტრიამ და მედიამ დიდი როლი ითამაშეს ამ პროცესში. ჰოლივუდის ვარსკვლავები მას კადრში აქტიურად იყენებდნენ, რაც მაყურებელს არწმუნებდა, რომ სიგარეტი სილამაზის, ძალის და მიმზიდველობის სიმბოლო იყო. რეკლამებში ექიმებსაც კი იყენებდნენ და თვითონ ექიმებიც კი ეწეოდნენ იმის წარმოსაჩენად, რომ მოწევა უსაფრთხო იყო. ასევე 1920-იან წლებში სიგარეტმა ქალთა სამყაროში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. იმ პერიოდში, როდესაც ქალთა ემანსიპაცია, ანუ მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს ქალების განთავისუფლებას, გენდერული ჩაგვრისგან და მათთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფას, ჯერ კიდევ დაწყებით ეტაპზე იყო. სიგარეტი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა. თამბაქოს კომპანიებმა მიზანმიმართულად გამოიყენეს ეს სეგმენტი, რომ ქალთა აუდიტორია მოეპოვებინათ. ასევე პირველი და მეორე მსოფლიო ომების პერიოდში სიგარეტის მოხმარება განსაკუთრებით გაიზარდა. ომის შემდეგ სიგარეტი უკვე მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა. თუმცა მე-20 საუკუნის შუახანებში ჯანდაცვის სფეროში თამბაქოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. 1960-იან წლებში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო სიგარეტის პირდაპირი კავშირი ფილტვის კიბოსთან და გულსისძარღვთა დაავადებებთან. ეს ინფორმაცია დიდი შოკი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. თამბაქოს რეკლამები ნელ-ნელა იკრძალებოდა. სიგარეტის გამოყენების შესახებ გაფრთხილებები კი პაკეტებზეც გამოჩნდა. დღეს სიგარეტი უკვე აღარ არის წარმატების და სტილის სიმბოლო. საზოგადოებამ გააცნობიერა მისი მავნებლობა და მასთან დაკავშირებული რისკები. თუმცა მოწევა მაინც რჩება კულტურის ნაწილად და მარკეტინგის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მაგალითად, რომელმაც მოახერხა უბრალო მცენარის პროდუქტიდან გლობალური ფენომენის შექმნა. ახლა კი მოდით გავიგოთ თუ რა ზიანს აყენებს მოწევა ჩვენს ორგანიზმს. როგორც უკვე ვახსენე, სიგარეტის კვამლი უამრავ მავნე ნივთიერებებს შეიცავს. მაგალითად, კარბონ მონოქსიდი ამცირებს სისხლში ჟანგბადის მიწოდებას. ტრაქეაში ცილიები ვეღარ ახერხებენ თარით დაფარულ ლორწოვანი გარსის უკან გამოდევნას, რაც დროთა განმავლობაში მათ უფუნქციოს ხდის და ანადგურებს. ზოგიერთი შენი ალვეოლი ზიანდება და სკდება, რაც ფილტვებს შეუქცევად ზიანს აყენებს. ტრაქეაში სპეციალური უჯრედები დამატებით ლორწოს გამოყოფენ, რომ იქაურობა გაწმინდონ, რაც უნთქვას ართულებს და იწვევს ხველას. იმუნური სისტემა აქტიურდება და მაკროფაგები იწყებენ ფილტვების გაწმენდას. თუმცა ნიკოტინი მათ უფუნქციოს ხდის. გულისცემის აჩქარებასთან ერთად სიზარღვები ვიწროვდება, ტოქსიკური ქიმიკატები კი მათში იჭედებიან. ეს მათ უფრო და უფრო ავიწროვებს, წნევა კი გულს უფრო მეტად აჩქარებს, რადგან მას უფრო მეტი მუშაობა უწევს სისხლის დინების შესანარჩუნებლად. კანში კოლაგენი, ანუ მცილები, რომლებიც კანს ელასტიურს ხდიან, იშლებიან, რაც აჩქარებს დაბერებას. იმუნური სისტემა ცდილობს შეებრძოლოს ამოჩინარ მტერს, თუმცა პროცესში ჯანმრთელ უჯრედებსაც ანადგურებს. თითქმის ყველა შენს ორგანოს ადგება მუდმივი ზიანი. ერთის მხრივ შენს ორგანიზმს მოწევით 70-მდე კიბოს გამომწვევ ნივთიერებას აწვდი, მეორეს მხრივ კი აზიანებ იმუნურ სისტემას, რომელმაც ამ ყოველივეს უნდა ებრძოლოს. საშუალოდ მწეველები მათი ცხოვრების 10 წელს კარგავენ. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცა შეიძლება 19 წლით ადრე მოკვდეს, ვიღაცა კი 1 წლით ადრე. რომელი იქნები შენ, ამას ვერ გაარკვევ. 87% ფილტვების კიბოს შემთხვევები გამოწვეულია მოწევით. მწეველების 50% სწორედ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებისგან იღუპება. წელიწადში მოწევით 8 მილიონზე მეტი ადამიანი კვდება. აქედან 1,200,000 პასიური მწეველია. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც შესაძლებელია ჯანმრთელობაზე მეყენებული ზიანის გამოსწორება. ფიზიკური დამოკიდებულება მხოლოდ 3 დღე გრძელდება, თუმცა ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დაძლევა ბევრად რთულია, რადგან მწეველებს ეს ყველაფერი უკვე ჩვევაში გვაქვს. თითქმის ყველამ, ვინც მოწევა დაიწყო თინეიჯერობის ასაკში, ჩემს გარდა. თუმცა რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, თავის დანებება გვიანი არასდროსაა. მოწევის შეწყვეტიდან 20 წუთში გულისცემა ნორმალიზდება. 12 საათის შემდეგ სისხლში ნახშირორჟანგის დონე იზრდება. 24 საათის შემდეგ ფილტვები იწყებენ წმენდას და ტოქსინების გამოდევნას. 48 საათის შემდეგ ნიკოტინი მთლიანად ქრება თქვენი ორგანიზმიდან, გემოს და სუნის შეგრძნება კი უმჯობესდება. 72 საათის შემდეგ სუნთქვა ხდება უფრო მარტივი. 1 კვირის შემდეგ სხეული ნიკოტინის ნაკლებობასთან ადაპტირებას იწყებს და იზრდება ენერგიის დონეც. 3 თვის შემდეგ სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. 1 წლის შემდეგ გულის დაავადებების რისკი 50%-ით მცირდება. 5 წლის შემდეგ ინსულტის რისკი უტოლდება არამწეველების დონეს. 10 წლის შემდეგ კი ფილტვების კიბოს რისკიც ნახევრამდე მცირდება. თუ მოწევას თავს 40 წლამდე დაანებებთ, თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა არამწეველისას გაუტოლდება. თუმცა 40 წლის ზევით დანებებამაც შესაძლოა დაამატოს რამდენიმე წელი თქვენს სიცოცხლეს. ასე რომ გვიანი არასდროსაა. თუ არ ეწევით კი გირჩევთ რომ არც დაიწყოთ. რადგან როგორც უკვე ვახსენე, მოწევა გვთავაზობს მყისიერ გამოსავალს, თუმცა სამუდამო ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს. სულ ეს იყო. აბა ხეთ და დროებით.